მოგესალმებით, ჩემოდებასო მეგობრებო და მსმენელებო. მინდა მე თქვენ შემოგთავაზოთ ინტერვიუს ელტანა ასუნის, იგივე ვლადიმირის, რომელიც გადმოსცემთ პირადი ტრანსფორმაციის გამოცდილებას, აგრეთვე პირად გამოცდილებას გადმოგცემს ლეტალიაც, რომელიც არის arxis.glubokova pogrужениას ბლოგერი. ასუნს აქვს კიდევ თავისი ბლოგი გახსნილი. მე ჩავთვალე, რომ ძალიან საინტერესო ინფორმაციაა. არ ვიცი, შეიძლება ზოგიერთს მოგეწონოთ, მაგრამ ძალიან სასარგებლო ინფორმაცია იმის მიხედვით, რომ შეიძლება ზოგს მოგეწონოთ, ზოგს არა. მოდით მე მაინც ამ ინფორმაციას თქვენ მოგაწოდებთ. ვინ არის ეს ლეტალია? მე თქვენ ახლა ამის სახეს ისევ თქვენზე ნაჩვენები მაქვს, მაგრამ განახებთ ისევ ასუნსაც განახებთ. ეს ლეტალია, ანუ ელენა და ასუნი, ანუ ვლადიმირი, ალციონზე ამათი ასპექტები არიან ცოლ-ქმარი. დიახ. და ალინა ბერეკინიას რო ვახსენებ მე და ოლგა ტანიდას, ეს ალინა ბერეკინია და ოლგა ტანიდა არიან დები პლეიადებზე. და ამ ლეტალიას, ანუ ელენას, ალციონზე ქვია ელტანა და ვლადიმირს ალციონზე ქვია ასუნი. ამიტომ თავის თავს უწოდებენ ელტანა და ასუნი. ყველას ყავს ასპექტები, ჩვენ ხომ მომავლიდა ვართ ჩამოვარდნილები უკან წასულში და ადამიანს, სული ადამიანის არის წვრილ დონეზე და შეიძლება ადამიანს ამ სულს რამდენიმე ავატარი ყავდეს და თვითონ იყოს ერთი, ან ასპექტები ყავდეს, ბევრი ასპექტი. ყოველ განზომილებაში ყავთ თითო ასპექტი. მაღალ მეს, რასაც უწოდებენ, ის არის მისი მაღალ დონეზე მდგარი მისი ასპექტი. ხო, ახლა ლეტალია აძლევს სიტყვას ასუნს და ასუნი მოგვიყვება მის პირად გამოცდილებაზე, მისი სხეულის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით. ხო, და ასუნი დაიწყო ასე, რომელიღაც ინტერვიუში მე მოვყევიო იმაზე, თუ როგორი ენერგიები მოვიდაო დედამიწაზე, ხდებაო ენერგიების გამკრივება, სინათლის ენერგიები და როდესაც ეს ენერგიები შედის ფიზიკურ ავატარებშიო, ეს სინათლის სხეულები გადაიქცევაო, ეს სინათლის სხეული, ეს სინათლის ენერგიები გადაიქცევაო, ასე ვთქვათ, ჭიდროვდებაო და ფიზიკური სხეული პირიქით ამ სიჭიდროვეს კარგავსო. ცოტა. ხომ გესმით ჩემი? სხეული ხომ ჭიდროა, ჭიდრო სხეული ქვია ამას, ხომ არა სუბუქი, არამედ რომ მოვკიდებთ ხელთ ჩვეულებრივი კრივი სხეული გვაქვს, ხო? და როდესაც ეს ენერგიები მოდის, ეს სინათლის ენერგიები, სინათლის პირიქით ხდება, სინათლის ენერგია ჭიდროვდება, სკელდება, ესე იგი და ადამიანის სხეულები პირიქით სუბუქდება. უფრო შემსუბუქებულები არიან, ვიდრე ეს იყო ადრე წინაწლებში. მე ხა თქვენ განახებთ ასუნს. გავქენი, განახებთ ასუნს. აი ესა რა ხდება, კაცო? აი ესა ასუნი ვლადიმირი. და ხდებაო, რომ ფიზიკურ ავატარებში ამ პროცესს გადიანო ზოგჯერ ძალიან
ნაზად თანდათანობით, მაგრამ დიდხანს უნდებიანო ამ პროცესის გავლას. რატომ და არისო სხეულები, რომლებიც ფიზიკურ დონეზე არიანო ძალიან ტრავმირებული, დაზიანებული და ამ ტრავმების გამოსწორება შეუძლებელია ოპერაციის გარდა, მხოლოდ ოპერაციით თუ გამოასწორებო ამ ტრავმებთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაგრამ ჩვენი ტრავმები ხომ არ შეაჩერებსო აღმავლობის პროცესს და ბევრი მოვლენები ედება ერთმანეთს ამასთან დაკავშირებით და ჩვენი ავატარები მოვყავს ასე ვთქვათ ვარემონტებთ უნდა მივხედოთ თუ რამე პრობლემებია აუცილებლად უნდა მივხედოთო სადღაც ეს ხდება ექსტერნული წესით ანუ ოპერაციებით და ამ მხრივ ჩვენ ძალიან გვეხმარებიან ჩვენი კურატორები ჩვენი გამცილებლები რომლებიც ხელს გვიწყობენ და ლეტალიას მიმართავ შენ რომ ნახეო პირველი სეანსის დროსო მედბედში როგორ წამიყვანესო ჩვენ გიკეზეო ჩემი ტრამვის შემდეგო ეს თავისი სურვილი გამოავლინესო ჯერ ჯინებმა ეს არის ასეთი ცივილიზაცია და ასუნი ამბობს რომ ჩემი ტრამაო დაკავშირებულია საბრძოლო ხელოვნებასთანო სადღაც მიახლოებით 20 წელზე 20 წლის უკანო და ეს ქრონიკულში გადაუვიდა ასუნს და ბართაკის სახსარი ახსენებდა ხოლმე ხშირად თავს თავისი პრობლემებით და დამჭირდაო ქირურგიული ჩარევა მაგრამ მე თანამედროვე მედიცინას არ ვენდობიო ძალიან ჯიუტი ადამიანი ვარო მით უმეტეს 2019 წლის მოვლენ 2019 წელთან მე რატვინი 2013 წლის მოვლენთან დაკავშირებითო მაგის შემდეგო უფრო დამეკარგაო ნდობა და ვერ გადამწყვეტიო მაიძულაო ჩემი თავი წასულიყავიო გამომეკვლიაო თავზე მიმეხედაო და ხომ ქვეყანა ანალიზები მჭირდებოდაო ანალიზების ჩაბარება соприкоснуться с более глубоким пониманием, что такое принятие. То есть мы понимаем просто... და შენ უძლურად გზნობ თავს ხოლმე, მაგრამ შენ გესმისო, რომ შენ ეს გჭირდებაო და შენ გზნობო, რომ შემხარო წყაროს ხელში, მე ჯიუტად ვამობდიო ვარს, რომ წავსულიყავიო და თავი გამომეკლევაო და გამოკვლევა ჩამეტარებიაო, როგორ ხანდახან მავიწყდება. პანდორა ყვებოდა, რომ 6 თებერვალს, როდესაც ის იწვა სამავტყოფოში, ის წმინდავდა სამედიცინო დაწესებულებას, ის მხოლოდ არ იწვა იქ, წმინდავდა წვრილ დონეზე. მეც ამდაგვარად მოქმედებდიო სამავტყოფოში წოლისასო, მეც წმინდავდიო სამედიცინო დაწესებულებას წვრილ დონეზე. როგორ მებნება ენა ის ამისფერ ალსაც ვიყენებო და მე სულ ვიძახებო ამ ის ამისფერი არის ჩელსო ფაროსო სენ ჟერმენსო ჯერ ვიწყებ ჩემიო წვრილი დონიდანო ფიზიკური სხეულიდანო და ჩემი ველიდანო და შემდეგ დანარჩენ სივრცეზე გადავდივარო და როდესაც ჩვენ გავატარებთ ჩვენი დღე მედბედში იმ პირველ ღამესო და მე ვნახე დიდი დისკისებური ხომალდი მე ვიტეხი მესამე სართულზე პალატაში და ეს დიდი დისკისებური ხომალდი შემოიჭრა ატმოსფეროში მიახლოვდება და მე რადგან ფანჯერასთან ვიტეხი ამას ყველაფერს ხედავდი იხსნება ბორტი ჩვენ ვიცით რომ როგორ გადის ჩვენი ხომალდეები ფიზიკურ ობიექტებს
მაგათ შეუძლია მთებში კიდე შევიდნენ და გამოვიდნენ და ამდაგვარად ეს ხომალდი შემოდის ამ შენობაში, ხო შემოიჭრა დარბაზის შუამდე და იქ მეუყო მელოდებოდა ჩემი პლატინური კოლექტივი და იქ იდგა ოქროსფერი მაგი და რომელსაც კუთხეებში ქონდა ლომის თავები და ცენტრში ეფარა ღიაფერის ტილო გემი შემოდის და მე მივცურავ იქეთ და წვები ამ მაგიდაზე და ეს ტილო რომელსაც მე ვიწეხი იწყებს ოქროსფერი ბადეთი ვიბრირებას და ამ წვანე მაგიდაზე მე ვხედავდი ოქროსფრად დახატულ გამოსახულებებს რომლებიც მოძრაობდნენო და 3D სვაბიუმში ესენი იწყებდაო გახსნას მე ვხედავდიო რაღაც განსახიერებებს დიდი საგვარეულო ხის ხრიდან მაჩვენებდნენო ამას ყველაფერს ამ 3D-ის პროექცია შებრუნდებოდაო და ჩემი საგვარეულო ხეს მაჩვენებდაო მაგალითად გველიშაპიო ან იგივე ლომის ცივილიზაციაო ურმა და ეს ვირტუალური პროექციებიო ერთის მეორეს მიყოლებითო ამ ოქროსფერი მაგიდიდანო და ეს ყველაფერი ვიბრირებდაო პულსირებდაო შენელდებოდაო და შემდეგ ისევ მთელი ძალით იწყებდაო პულსირებას და ვიბრირებას ჩემ გარშემო იდნენ პლატინელებიო რომლებიც გამოიყურებოდნენ თეთრი მოყვითალო თმებით და რატომღაც ხო თუმცა ჩემ galaktikურ ავატარსო რომელიც პლანეტებზე დავტოვიო აქვსო მუქი ფერის თმა და მე ამოვიკითხიო რომ ხდებაო ჩემი დნმ-ის სიხშირეების კალიბროვკა და ჩემი სხეულის ველის სინათლის სხეულის სტრუქტურიზაცია მიდიოდაო სხეულის ცნობიერების მომზადება ჩემი ფიზიკური სხეულის ინტეგრაციისთვისო და ეს ყველაფერი ჩამოგავდა მედბედს მაგრამ და ეს მედბედი გავდაო მაგიურ მედბედს მაგრამ არ იყო სულიერი ფიზიკური მედბედი იყო მაგიური ეს ის მომენტიაო როდესაც შენი მეხსიერება გადააკეთებსო ამ შენ საგვარეულო ხეს იყვნენ ალციონის წარმომადგენლები თეთრი ისა როგორ გითხრათ ძმობის ორგანიზაციის წარმომადგენლები ლეტალი ამბობს რომ ჩვენი მზე არ იგულისხმება შიდა დედამიწას ყოველდღიურად რომ ამოდის და ჩადის ის მზე არ იგულისხმება იგულისხმება ჩვენი ნამდვილი მზე რომელიც არის ის სამისფერი და ლეტალი ამბობს რომ ჩვენმა მზემო გახსნაო კარიბჭეებიო და ამ კარიბჭეებში უშვებსო ენერგიებს რომელიც ეხმარება ყველაფერი ცოცხალის ტრანსფორმირებაში და ისევ ასუნი ჩაერთო საუბარში მე სამი წელია უკვე სულ მარცხენა ფეხზე მემართებაო რაღაც ხან ბაძაყი მიტყდებაო ხან ტერფი მიტყდებაო ტერფის ძვლები ტერფი არა გალენი და როდესაც პილადენელები მოფრინდნენო მაშინ ხომალდით მაგათმა ჩემი რაღაც ნაწილი გახსნესო და მე ბავშვობაში რომ ხედავდიო ველს და როდესაც მე ვხედავდიო კარიბჭეებს რომელიც იხსნებოდაო ჩემში მე ვხედავდიო ყველა არსებს ხო არსი რა არის როდესაც ჩვენ სული მაგალითად იბადება დედამიწაზე ის ხდება არსება მნიშვნელობა არ აქვს ის ადამიანია ცხოველია მცენარეა ისე ხოჭოა თუ რაც არ უნდა იყოს კოღოც რომ იყოს ამ ქვია არსება მაგრამ
არსებები, რომლებსაც ფიზიკური სხეული არ გააჩნიათ, მათ უწოდებენ არც ქართულად სუშნეს, მაგრამ რუსულად სუშნეს, მაგრამ მაგისი ქართული თარგმანი მე ვერ ვნახე ინტერნეტში. ამიტომ გეუბნებით, ისეთი არსებებს ხედავ დაასუნი, რომლებსაც ფიზიკური სხეული არ ჰქონდათ. და ახლაცო დამეწყო კარიბჭეების გახსნა და ამას ხედავო, მინდა გითხრათ, არა, მე არაფერს ბოდავ, მე სწორედ გადავთარგმნე, მინდა გითხრათ, რომ ყოველი ადამიანი, რომელსაც გააჩნია ღვთაებრივი ნაპერწკალი და აქვს სული, წარმოადგენს კარიბჭეს. დიახ, ჩვენ წარმოვადგენთ ცოცხალ კარიბჭეებს. ჩვენ შიგნით ყოველში არის ცოცხალი კარიბჭე. და სუნი ამბობს, რომ მე ეხლა ხედავ უკეთ, ვიდრე აქამდე იყო, ეს გულისხმობს წვრილი დონის ხედვას. და როდესაც ეს ხომალდი გაფრინდაო, მე ისევ აღმოჩნდიო, ისევ ამომაგდოო ჩემი ლოგინისკენ, სადაც მე ადრე ვიწექიო ფიზიკურ ლოგინისკენ. და მე თითქოს ამომჭრესო ამ სივრციდან, როგორც ფოტოშოპში ხდებაო ხოლმე, რომ ისა კომპიუტერი გჭრის შენ გამოსახულებას ჭრის, ისე ამომჭრესო სივრციდანო და მედბედში აღმოჩნდიო, სადაც შენ დავხდიო. ეუბნება ლეტალიას. ხო, ის გულისხმობს ელტანას პლეიადებზე. აქ კი არა ფიზიკურ სამყაროში, არამედ იქ პლეიადებზე და ელტანა იქ მუშაობდა მეტპუნქტში და ასუნის წვრილი დონებს კურნავდა თუ ასწორებდა, არ ვიცი, სიხშირეებით კურნავდა. და ამის შემდეგ მეორე დღესო მე დავიწყეო ინფორმაციის უფრო ძლიერი მიღება, მოხდაო ჩემი გახსნა და როდესაც მე შემდგომ წამიყვანესო კლასურ დარსში, მე ვგრძნობდი თითქოს დედას გადავყავდი ხელებით, უბრალოდ ხელებში აყვანილი, ხო, ამ ესე იგი განკურნების ტკივილის გავლა მომიწია და მე გრძნობდი ჩემი მის ზრუნვას ადამიანების სახით და როდესაც კლასურ დარსში მომიყვანესო, მე მივხვდიო, რომ მედბედი მხოლოდ ისა, რომელსაც ახლა ვიყენებთო, მხოლოდ ისეთი არ არის, როგორც ფიზიკური. რადგან იმ ფიზიკურ დროის ხაზზე, რომელსაც ახლა ჩვენ ვიმყოფებითო, ჯერ ფიზიკური მედბედები არ მოსულაო, რომლებზეც ჩვენ გვაქვსო წარმოდგენა და რომლის შესახებ ჩვენ ვიცითო, რომლებშიც ჩაწვევი და განიკურნები, მაგრამ ეს ლოგინები ჯერ არ არის ჩვენ დედამიწაზე. და ზუსტად ამ დროის დედამიწის დროის ხაზზე ჩემთან ჩაატარესო ექსპერიმენტი და დამაგრეს მისი შედეგები. და დღეს ავადმყოფები, რომლებიც მოდიან სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო დახმარებას ღებულობენ არა მხოლოდ ქირურგიულს, არამედ იქ უშვებენ ენერგიების ნაკადს, რომელიც კურნავს. მე ვხედავდი, როგორ გაიხსნა უზარმაზარი კრისტალი ფლორიდი და ის გავდა უზარმაზარ გეორგინს ამ კრასნოდარის მთელ საავადმყოფოში ნომერ 1-ში და ეს გეორგინი იყო სხვადასხვა ფერებში დაწყებული ნარინჯისფერიდან წითელი, ყველაფერები იყო შერეული და ეს ყვავილები იყო მილისებური, რომლებიც ქვევით იყო წვრილი და ასლისთანავე ფართოვდებოდა. კონუსებივით ფართოვდებოდა. და ამ ყვავილებში ზევიდან, ამ მილებში ჩადიოდა ენერგიები, რომელიც შემდგომ ეს იყო სამკურნალო ენერგიები და ეს ენერგიები ჩადიოდა ქვევით იმათთან, ვისაც ოპერაციას უკეთებდნენო. და რითვისაა ეს საჭირო? ხო, ზღაპარს გავს, ხო?
კი, ახლა ზოგი ფიქრობს რა ზღაპარს ყვებაო, გავს ზღაპარს, მაგრამ ეს სინამდვილეში რეალობაა. და რატომ აი კითხო და ისმისო, რისის არისო ეს საჭირო? ის არ ემოტებს კურნავს ჩვენ ფიზიკურ სხეულს, ოპერაციო ადგილს, სადაც გაკეთდა ოპერაცია, იმ ადგილს კურნავს. ჩვენ ხომ ელექტრომაგნიტური არსებები ვარ და ეს გეორგინები, მაგვარი ყვავილები მუშაობს ელექტრომაგნიტურ პოტენციალზე. ყოველ ორგანოს აქვს თავისი ელექტროგამტარლობა. ეს ყველა ეს ნერვული დაბლოებები, წვრილი სხეულები ისინი მოქმედებენ თავიანთი მიკროსხემების მიხედვით და მათ აქვს თავიანთი ეგრეთ თქვათ ჯაჭვი, რომელსაც მიედინება ეს ელექტრომაგნიტური დინება და ეს ენერგეტიკული სტრუქტურა აღადგენს იმ ადგილებს, სადაც ჩატარდა ოპერაცია ან სადაც მოხდა კვეთა რამე ორგანოსი, ამ ადგილებზე მოქმედებს. მაგალითად, პროტეზირების შემდეგ, როდესაც ბათაკის სახსავს ცვლიან, ან მუხლის სახსავს, ან კიდევ რაღაცას ცვლიან. და ამ ექსტრემალური მედმეტის ფუნქცია არის იმაში, რომ აღადგინოს ჩვენი ენერგეტიკული ველი. და ახალ დღევანდელ დროს ადრე თუ დაუშვათ პროტეზირება იწვევდა ტრამას ენერგეტიკულ დონეზე. დღეს პირიქით ამ მედმეტების საშუალებით აღდგება ენერგეტიკული ველი იმ ადგილებში, სადაც იყო მიყენებული ტრამა ხირურგიული ჩარევით. ვიტალი ამბობს, მე მინდა კომენტირება გავუკეთო ხელოვნური ინტელექტი ჩოლკა, რომელიც არის დაყენებული მათ გიკეზე. გიკე კიდევ შეგახსენებთ, რომ ეს არის ზურმუხტის galaktikuri ზურმუხტის კოსმოსური ხომალდი, უბრალოდ galaktikuri ზურმუხტის კრესერი, ხო? და მას როგორც ნებისმიერი სისტემა, ეს ჩვენი ხელოვნური ინტელექტი ფჩოლკა, რომლის დაყენებულია ამ ჩვენ კრესერზე, თავისით გადახდება ხოლმე და ყველაფერი მიდისო პროცესში. ჯერჯინები ჩვენთან იყო თავიდანვე დასაწყისში და რაც ეხება ფლუარიდს, ისინი თვითონ გამოვლიდნენ და გამოხატეს სურვილი და ჩატვირთეს ეს ახალი პროგრამები, უფრო მაღალ სიხშირიანი მედ ლოგინები, ანუ სამედიცინო ლოგინები, მაგრამ იქ ამ ლოგინებს სხვა სახელწოდება აქვს და ამ ლოგინებს აქვს ფუნქცია, რომლის მიხედვით, უბრალოდ რომლის დახმარებით ხდება წვრილი სხეულების ტრანსფორმირება და შეყავს ადამიანის ორგანიზმში ახალი პროგრამა და ახდენს ადამიანის სხეულის განკურნებას და განახლებას. ანუ ხდება ტრანსფორმაცია. და მე როდესაც მე ვალებ ამ სამედიცინო ლოგინებთან დაკავშირებით, მე ვხედავ ფერებს, მე ღებულობ ინფორმაციასო, ზოგჯერ მაძლევინო რაღაც პაცკაცკებს დახმარებებს. უკვე გადავედითო სხვა უფრო მაღალ დონეზეო, ხო და ამას ჩვენ ადამიანური ენით ვერ აღწერთო, მაგრამ როგორც ჩვენ თქვიო ასուն განახდებაო ენერგოსისტემა ადამიანის სხეულისო და იტვირთება აღთქმის ახალი სისტემა და ჩვენი სხეული ტრანსფორმირდება უფრო მაღალ
დონეზე, უფრო მაღალ სიხშირიან დონეზე და ასუნი ამატებს რომ მე მინდა ვთქვაო რომ მასალა რომლისგანაც კეთდებაო ეს პროტეზები მასალები რომლებსაც უდებენო ადამიანებს სხვადასხვა პროტეზების სახითო არაო ნიშნულობა ეს კერამიკა არისო თუ რკინა არისო ეს მედ სამედიცინო ლოგინებიო ისინი სტრუქტურირებენო ამ რკინების კერამიკის ამ მასალების რომელსაც იყენებენ მათ სტრუქტურას მათ მოქმედებენო მათ სტრუქტურაზე და მათ ცვლიანო არა ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი ფორმას უცვლიანო ამათ ხო და ასულმა თქვა რომ პირიქით ის ეხმარებაო ამ მასალების რომ ორგანიზმმა შეძლოს ამ მასალების მიღება რომ არ უკუაგდოს და ენერგეტიკულადაც ახდენს გავლენას ისევ ლეტალია ჩაერია საუბარში როდესაც მე შენ გისმენდიო ასუნდა შენ საუბრობდიო პროტესტირებაზეო მე მომივიდაო ინფორმაცია ისეთ მასალისგან გაკეთებულ პროტეზებს გვიყენებენო ჩვენ ორგანიზმში რომ ჩვენმა სხეულამ არ უკუაგდოსო ჩვენი სხეული როგორც ფანტომური სხეული რჩება იმავე ინფორმაციით და გამრუდებული ანუ იმავე ინფორმაციით მაგრამ გამრუდებული ინფორმაციით და ეს გამრუდებული ინფორმაცია ეწყობა ორგანიზმის მატრიცულ ინფორმაციას კი ჩვენ გვიდებენ უცხო სხეულს მაგრამ ჩვენ ეს ჩიპი არ არის ან ნანო ბოტები არ არის რომ ჩვენ ვიქცეთ კიბორგებად ეს უბრალოდ არის პროტეზირებისთვის განკუთვნილი რაღაც ორგანოს ნაწილი თუმცა ზოგი ატარებს ამ ნაწილებს და რა ხდება წვრილი ველი ამ ჩაყენებული ობიექტის გარშემო მაგალითად სახსარი ხელოვნური სახსარი ამ ხელოვნური სახსრის გარშემო წვრილი ველი იწყებს საწყისი ფორმის დაბრუნებას წარმოგიდგენიათ და იღებს ამ ახალ ობიექტს როგორც საკუთარი სხეულის ნაწილს და მიდის სტრუქტურირება და ბალანსირება სხეულისა და ის სხეულის ნაწილი სადაც მოხდა პროცესირება ისევ ხდება ბიოლოგიური ორგანიზმის ნაწილი და იწყებს იმ ენერგიის გამოსხივებას ოპერაციამდე რომელსაც ასხივებდა აი ეს ნაწილი მაგალითად სახსრის ნაწილი ხელოვნური სახსრით რომელიც შეიცვალა ეს შეცვლილი ნაწილი მაგალითად ბარდაკის თავი ხო ბარდაკის სახსარი ისევ იწყებს ძველებურად ველის გამოსხივებას ანუ ორგანიზმმა მიიღო სამწუხარო ჩვენი სხეული ამ ფიზიკურ სამყაროში ძალიან სათუთია ადამიანები ღებულობენ ტრამვებს ზოგი სპორტი არის დაკავებული ზოგი საბრძოლო ხელოვნებით არის დაკავებული ზოგი ავარიაში ხვდება ან რაღაც ტრამვებს იღებს სამუშაოზე მაგალითად მტვირთავები ძალიან ბევრი ხალხი ატარებს თან ამ სხეულის რაღაც ნაწილებს რადგან სჭირდებათ და ასუნი ჩაერთო ისევ და ასუნი ამბობს ადრე თუ რამე ნაწილს ამოჭრიდნენ ან კეთდებოდა კიდურების რომელიმე ადგილის პროტეზირება
მაგალითად სახსრების პროტეზირება, ბარძაყის, მუხლის, ან კიდევ შეიძლება ხელზეც იქჩებოდა შავი ლაქა იმ ადგილას, სადაც უცხოცხეული იყო ჩამონტაჟებული. და ადრე ენერგიები ამ ადგილას, სადაც ეს უცხოცხეული იყო, არ ცირკულირებდნენ. წარმოადგენდა წვრილ დონეზე შავ ლაქას. ამბობს ასული. და ახლაო, როგორც ჩვენ აღწერეო, ლეტალია ზუსტად ისე ხდებაო და პირველ რიგშიო ვარსკვლავური თესლების მეშვეობითო, რომლებთაც აქვთო ვარსკვლავური გენეტიკაო სხეულში, მაგალითად რამდენიმე უცხოპლანეტარული სხეული, ისა დნმ-ი, მინდა დავამატო, რომ ყველა ადამიანს არ აქვს ეს გენები უცხოპლანეტარული, იმიტომ რომ აი მე ვერ გადავწყვიტე იმ ვიდეოს გადათარგმნა, თუ საბჭოთა კავშირის დროს რას ჩადიოდნენ სოხუმის მაიმუნების ზოოპარკი არა, სპეციალური სამედიცინო ასე ვთქვათ ცენტრი იყო შექმნილი, სადაც ამრავლებდნენ პრიმატებს, ხო, ჩამოიყვანეს, არ მახსოვს ზუსტად რომელი ქვეყნიდან, ჩამოიყვანეს ეს პრიმატები საბჭოთა კავშირის დროს სოხუმში, ხო, სოხუმში და ხომ იყო ეს გულაგები, სადაც აგზავნიდნენ და სვამდნენ ხალხს, ხო? აი ამ პატიმრებს, გულაგის პატიმრებს ნაწილს აგზავნიდნენ სოხუმში, ამ ასე ვთქვათ, დამატდა სიტყვა, რა მნიშვნელობა ამ საკვებ ცენტრში, სადაც ჩადიოდნენ ექსპერიმენტებს და რას აკეთებდნენ? მამაკაცებს, ადამიანებს აიძულებდნენ ურთიერთობაში, ინტიმურ ურთიერთობაში შესულიყვნენ ამ დედრი სქესის პრიმატებთან და ქალებს კი საქმე ჰქონოდათ მამალ პრიმატებთან. ხო, და ამდაგვარად ბევრი ისეთი მათ შეეძინათ შვილები, რომლებიც გავდნენ კი ადამიანებს, მაგრამ აგრეთვე ჰქონდათ ქვედა ნიკაპი მაიმუნის ნიკაპის მაგვარი. სხვათა შორის გახსოვთ სტატია ინტერნეტში, იეტი რომ გამოიჭირეს მეგრელმა თავადებმა და მათთან თამაშობდნენ, სქესობრივ კავშირში შედიოდნენ. ამ ქალისგან გაჩენილი ბავშვები ნაწილი ვერ ლაპარაკობდა, პირველი შვილი ჩააღჩო იმ მაიმუნ ადამიანის მაგვარმა მაიმუნმა, იეტის, მე ვიტყოდი იეტის გავდა და მე შემდეგ რომ მშობიარობდა ბავშვებს, ამ ბავშვებს ართმევდნენ და ერთ-ერთმა ბავშვმა, ბიჭმა ვერ ისწავლა საუბარი და მათ შთამომავლობას აქვთ ეს მაიმუნისამებრი ნიკაპები, რაღაცნაირი. ხო, და ის ბავშვები, რომლებიც იბადებოდნენ ამ ექსპერიმენტის შედეგად, იყვნენ გონება ჩამორჩენილები, იმ მხრივ რომ მათ არ აინტერესებდა, ისინი ხმას არ ამოიღებდნენ, ეს უნდოდა რეჟიმს ყოლოდა ისეთი მოსახლეობა, რომლებიც მათ მოусმენდა და ემორჩილებოდა ხელმძღვანელობის ნათქვამს და ამათი შვილები ხო გამრავდა და ამის გარდა ხო რატომ გამახსენდა ესმე? აქამდე კი
კაცობრიობის დასაწყისში, როდესაც უცხოპლანეტელებმა დაიწყეს თავიანთი გენომის ჩადება ადამიანის შექმნისას, ნაწილი კი ადამიანებისა დაიბადა უცხოპლანეტელების კავშირებისაგან, მაგრამ დედამიწაზე იმ დროს ცხოვრობდნენ ადამიანის მაგვარი მაიმუნები და ექსპერიმენტის სახით იმ დროსაც ამ მაიმუნებთან კავშირის შედეგად გაჩნდა ნაწილი ადამიანებისა. ხო, და ისინი ყველა მათი შთამომავლობა დღესაც შესამჩნევია ქვედა ნიკაპით. ხელად მიხვდებით ვისი შთამომავლობა, ვისი გენები გამოყვა ბავშვს. რაღაც სხვანაირი ქვედა ყბაო, ნიკაპი კი არა, მაპატიეთ. ყბა, ქვედა ყბა ჩამოგავს მაიმუნის ყბას. სხვადასხვის მინდა ჩავამატო, რომ ეხა ეს უადგილასა, ამასაც ახლა მე ვიტყვი, მაგრამ ადრე, როდესაც მორალურად დაეცნენ მაშინდელი მოსახლეობა, სანამ ცხოველები ადამიანების ხორცის ჭამას დაიწყებდნენ და ერთმანეთის ხორცის ჭამას და სანამ ადამიანები დაიწყებდნენ ცხოველების ხორცის ჭამას, ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ტარდებოდა ატლანტების პერიოდში და ლემურიის პერიოდში და ისე ხდებოდა, რომ მაგათმა ლაბორატორიებში შექმნეს ღორი უფრო დიდი იყო ადამიანზე მაღალი. პირველი ღორი რო შექმნეს და ამ ღორს შეუქმნეს 12-ვე სპირალი, დაუტოვეს 12-ვე სპირალი, მაგრამ ეს ღორი გაიქცა ლაბორატორიიდან და აშენებდა ხალხს, შემდეგ ძღლის დაიჭირეს, მაგარი ეშვანგი იყო და გადააკეთეს, მერე გადაწყვიტეს საშინაო ღორად დაეტოვებინათ. 12 სპირალი ჩამოუყვანეს 2 სპირალამდე და ეს არის ტახის, მაშინ სად იყო ღორები? ტახები იყო. ტახის და ადამიანის გენების შეერთების შედეგად შექმნილი. და ის ღორი, მათი შთამომავლები მოვიდნენ აი დღევანდელი ღორების სახით. და როდესაც თქვენ მიირთმევთ ღორს ან გოჭს, თქვენ სინამდვილეში მიიღეთ ნახევრად ადამიანის ღორს. ესე იგი, ვინ ხართ თქვენ? კანიბალები. არ გეტყვინოთ ჩემ სიტყვაზე, ასე გამოდის. დათვიც, ვეფხვიც შექმნეს იმ დროს, ლომი შექმნეს. ხელოვნური შექმნილია ლომი, ვეფხვი, დათვის სხვათა შორის ეს ხორილები, ეს მაიმუნები დღესდღეობით რომლებიც მოვიდნენ ჩვენამდე, არიან იმ მაიმუნების, დათვების და კიდე სხვა ცხოველების შენარევი, სქესობრივი გზით გაჩენილები. იმ დროს ძალიან ბევრი ცხოველები არსებობდა და ადამიანები, მაგდროინდელი ადამიანები რომ დაეცნენ ზნეობრივად, მორალურად, ამათმა დაიწყეს სექსუალური ინტიმური კავშირები ცხოველებთან. კიდევ იმ დროს. და რომ ეს შეეჩერებინათ ვენერიანელებმა, მაშინ ვენერაზე სიცოცხლე იყო ფიზიკურ დონეზე, შექმნეს ვირუსი, რომელმაც გაწყვიტა ნახევარზე მეტი, რადგან მონსტრები ჩნდებოდა. დათვშიც არის ადამიანის გენომი. ახედავთ, ფეხზე დადგება, ტრიალებს, ცეკვავს დათვი.
ეს ხორილები გაჩნდა აფრო-ამერიკელების და მაიმუნების კავშირის შედეგად. ხო, ამიტომაც შავები, მაგრამ უკვდავები არიან და სხვა მაიმუნები ნაწილი, ეხლა ნაწილი არ ვიცი, მე ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ნაწილი რომელიც ჩვენამდე მოვიდა გაჩნდა მაგდროინდელი ადამიანების და ცხოველები, იქ მაგდროინდელი რაღაც ცხოველი იყო და ეს მაიმუნები მათი შვილები არიან სამომავლობა. და როდესაც მაიმუნს ჭამენ, ჩვენთან არ ჭამენ მაიმუნს, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც მაიმუნს ჭამენ. იგივე აფრიკაში. ისინი ნაწილობრივ ჭამენ ადამიანის ხორცს. ხო, კარგით, მოდი ისევ თემას მივუბრუნდეთ და ამ სამედიცინო ლოგინების მეშვეობით უფრო ჩქარი ტებებით მიდის შეხორცება. თუ ოპერაცია, მაგალითად, ოპერაცია შემდგომ პერიოდი ხომ ხანძლივია, სანამ შეხორცდება რამე, ხო? ამ ლოგინების დახმარებით კი ეს შეხორცება მიდის ძალიან ჩქარი პროცესებით. და ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის, თურმე ამდაგვარი med ლოგინი გამოშვება დაიწყეს კრასნოდარში. ახლა უკვე ესე იგი ქმნიანო თუ აწყობენ, მე ხომ არ ვიცი როგორ აკეთებენ მაგ მედბედებს და ეს ტექნოლოგია მალე შემოვა ხალხში. რასაკვირველია, ხა ფული ღირდეს იქნება, მაგრამ წარმოგიდგენიათ, რომ ხელა სასწაულია. სიხშირებით უმკურნალებენ ხალხს, სიხშირებით კვანტურ ინტერნეტზე დაყრდნობით. ისინი ხარია მე ახლა ამ ამბის გაგება გაცინებთ ახლა. როდესაც მე ხომ დავდივარ ყოველ სამთვეში უფასო გამოკვლევას ხომ ვიტარებ, თან უფასო წამლებსაც მაძლევენ. დიაბეტის, ასთმის და კიდევ იქ რაც მჭირდება, წნევის დამარეგულირებელი. და სულ არ უშვებ მომენტს, რომ არ უთხრა ექიმს, რომ med ლოგინები შემოვა მალე. და აჰა, ექიმი თავს იკავებს, არა ვხედავ, არ ჯერა. პასუხს არ მაძლევს. ალბათ ეხიმება. არ ჯერა არავის, რომ ვამბობ, რომ სამედიცინო ლოგინები შემოვა. მე ზღაპასტყობი გონიათ. ზუგდიდში აქ მე არ უშვებ შანსს, რომ არ უთხრა ვინმეს, რომ მალე შემოვა სამედიცინო ლოგინები და ადამიანების კურნალობა დაიწყება სიხშირეებით. არ ჯერათ. და კრასნოდარში უკვე დაიწყეს მაგის წარმოება. ასუნიც თურმე კრასნოდარში ნათხოვრება. კარგით, მომ გადავწყვიტე ამაზე შევჩერდე. იმიტომ რომ იქის მას კიდევ მაგალითები მოყავს. თან არ თვითონაც დრო უნდა. დიდი ვიდეო არ გამომივიდა. ამიტომ უფრო ადვილად მოვსმენთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დროებით. ხვალ საღამოს ეთიშება ინტერნეტი, ხვალაც მოვასწრებ ალბათ. მე გადავწყვიტე ბლავატსკაია არ ამეტვირთვა ამ ჩართვაზე. მერე დავამატებ კიდევ ვიდეოებს გადათარგმნი. იმიტომ რომ ისეთი საინტერესო ახალი ინფორმაცია მოვიდა, მოდის რომ მე ვთვლი რომ ამ ინფორმაციის მიწოდება უფრო მთავარია. ბლავატსკაია დაიცდის. თან მაინც არა სურველები 2-3-4 კაცის გარდა არ აინტერესებს ბლავატსკაია. ამიტომ მაგას ნელ-ნელა მე ჩემთვის ვაკეთებ მაგას მე და იმათვის იმ 3-4 ადამიანისთვის ვისაც აინტერესებს. თუმცა რამე იცით გითხრათ. ვისარგებლებ, რადგან ბლავატსკაია ვახსენეთ. ძალიან ბევრი ვიდეოა დევს ინტერნეტში,
ბლავატსკაიაზე დაყრდნობით, თითქოს ბლავატსკაიამ ეს თქვა, ის თქვა, ის თქვა. რამიდან მიგითხრათ, მე ახლა პირველი ტომი ჯერ არ დამთავრებია, იქ დარჩა რამდენიმე თავი, მაგრამ ჯერმე არ შემხვედრია. არ შემხვედრია. მაგალითად, ის რომ ბლავატსკაიამ თქვა ეს, თქვა ის. ეს ბლავატსკაიას ნაშრომს ბლავატსკაია არ გამოუშვა. გამოუშვა მისმა მინდევრებმა. და ბლავატსკაია ამ დროს დიდი ხნის მკვდარია, გარდაცვლილი. ასე რომ ხანდახან იყენებენ ბლავატსკაიას სახელს. ხო. ამიტომ არ მოვტყუდეთ. და იმდაგვარად ბლავატსკაიას არ ახსენებენ მისი მიმდევრები მის წინგში. თუმცა მე ჯერ მხოლოდ პირველ ტომზე შევჩერდი. ნახოთ რა იქნება. სადაც არა საჭირო იქ დადებენ ბლავატსკაიას ფოტოს და სულ სხვა რაღაცაზე საუბრობენ. ზოგი იყენებს უბრალოდ ბლავატსკაიას ფოტოს. და ბევრ რამეს აწერს ბლავატსკაიას რაც არ უთქვია. ამის ხომ მიდოდეთ თქვენთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.